ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. გამარჯობა, დღეს 4 შაბათია და ჩვენ ისევ ბედნიერის სახლიდან მოგესალმებით. გამარჯობა. დღეს ჩვენი სტუმარია ირინა წირქვაძე, ბოკირიას ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი და ასევე ასოციაცია ნუმანეს ტრენერი. ჩვენმა მაყურებელმა იცის და არა მარტო მაყურებელმა, რომ აქ ამ სივრცეში ბედნიერის სახლში ძალიან ხშირად ტარდება ტრენინგები პირველადი დახმარების კუთხით და ძალიან ბევრი ადამიანი აქ კარგ ცოდნას იღებს, რაც შემდეგ მათ და არა მარტო მათ სხვისი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ კი იცი პირველადი დახმარება, შესაძლებელია ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაარჩინო. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველადი დახმარება ეს მართლა ძალიან აუცილებელია. ვფიქრობ, რომ სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს და ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ გადაარჩინო ერთი სიცოცხლე მაინც. რთულია ამის სწავლება სხვისთვის და პირველ რიგში მადლობა, რომ აქ ამ სივრცეში თქვენ ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ ხალხს გადასცემთ ამ უნიკალურ ცოდნას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ეს პრაქტიკა არსებობს ბევრ ქვეყანაში, როდესაც მაღალი კლასის მოსწავლეებს ასწავლიან პირველად დახმარებას. და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვებს ყავთ მშობლები, რომლებიც წლების განმავლობაში მათი ასაკი მატულობს და შესაძლებლობა იმისა, რომ თვითონ ამ ბავშვებს დასჭირდეთ საკუთარი მშობლებისთვის დახმარების გაწევა წლიდან წლამდე, რა თქმა უნდა, მატულობს. და სკოლა აცნობიერებს ამ ყველაფერს, ბავშვებსაც ასწავლიან ამ ყველაფერს, ცნობადობის მაღალი დონე არსებობს და ეს ბავშვები ძალიან ხალისით ერთვებიან ამ ყველაფერში. და ამას აქვს, რა თქმა უნდა, ნახევრად გართობის, მაგრამ ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, სწავლების ფორმა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც მუშაობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იქ, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. და ვიცით ეს ადგილები სად არის, ეს არის დიდი ბაზრობები, აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები, უნივერსიტეტები, იმიტომ რომ უნივერსიტეტში მხოლოდ ახალგაზრდა სტუდენტი არ მიდის, იქ მიდის ასაკოვანი პროფესორიც, ხო, მასწავლებელი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხმა იცოდეს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა საწყის ეტაპზე მაინც. და იცოდეს როდის და როგორ უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება, უკვე სპეციალისტები, უკვე ექიმები, რომლებიც რაც უფრო მალე გამოიძახებენ, მით უფრო მალე მივლენ ადგილზე და უკვე შეძლებენ დახმარების, უკვე მაღალკვალიფიციური დახმარების. ჩვენ აუცილებლად ერთი ადამიანის სიცოცხლის მაინც. დიახ, ამის არაერთი მაგალითი არსებობს. საბედნიეროდ, რაც უფრო მეტი ხალხი სწავლობს ამ ყველაფერს, მით უფრო მეტი ისტორიები გვესმის და მოდის ჩვენ ყურამდე, რომ გადარჩენილან ეს ადამიანები, ახალგაზრდებიც, ცოტა უფრო ასაკოვანი ადამიანებიც და ჩემი სურვილი როგორც ექიმის და როგორც ტრენერის იქნებოდა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ ყველაფერში. ახლა აქ ჩვენ მაგიდაზე მულიაჟი ეს ყველა არ არის, ჩვენ რაღაც ეტაპზე დღეს ელემენტარულს ვისწავლით, ხო ასეა. მე როგორც ვიცი, ძალიან კარგი კურსდამთავრებულია დედა თინათინი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის უკვე პირველადი დახმარება ნებისმიერ სიტუაციაში, ხო ასეა? კი, ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ, მართლა, ჯერ ყველა ტრენინგს ვესწრები. იმიტომ რომ როგორ არის, იცით, ტექნიკურად უნდა დაისწავლო, სხეულით უნდა მიხვდე და ისწავლო, ხა ის რაც სავალდებულო არის უკვე სახელმწიფოს მხრივ და მადლობა ღმერთს ამისთვის და ძალიან კარგი არის, ევალდებულებათ კომპანიებს, რომ თავიანთი თანამშრომლებმა ეს ტრენინგი გაიაროთ, მაგრამ იცით რა არის, მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ვაკეთებ კარგად, რაღაც გადის ერთი თვე, ორი თვე თუ
ისევ არ გავიარე, ხო, უკვე გავიწყდება, უკვე ეჭვი გეპარება, ნეტა სწორად მახსოვს, ესე უნდა იყოს თუ ისი არ უნდა იყოს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი არის, რომ ზოგიერთი კომპანია ირჩევს ისეთ მარტივ გზას, რომ უბრალოდ არა მულიაჟი, არა პროფესიონალი ტრენერი და ისეთ ტრენინგ ცენტრებს არ დაუკვეთონ, სადაც მართლა ძირფესვიანად შეისწავლიან, მათ აინტერესებთ რეგულაციების გამო რაღაც ეს რომ მოფტიჩკვა გქონდეთ ესე ბოდიში თუ ხეშად ვიტყვი და ეს ძალიან გულს მწყვეტს, იმიტომ რომ ისინი ვერ იაზრებენ თუ რასთან აქვთ საქმე. მე მაგალითად ერთხელ შევესწარი ტრენინგის შემდეგ ავარიას და ასეთი ის იყო ძალიან ცუდად ტრავმა ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ახალგაზრდა ბავშვს 15 წლის გოგონა იქნებოდა და იქვე ეხმარებოდნენ და ცდილობდნენ ფეხის გასწორებას და ბარძაყის მოტეხილობა იქნებოდა ზუსტად მიხვდი და უკვე სისხლი ჩაქცეული იყო ძალიან ბევრი და აი ეს აღმოფხარი სანამ არ მოვიდა სასწრაფო მას არც გული არ ქონდა გაჩერებული არაფერი მაგრამ მე რომ აი ეს ქმედება არ ხო რომ არ მცოდნოდა და ეს ტრენინგი რო არ მქონდა და გავლილი ის ბავშვი იმ ბავშვს სასწრაფო ვერ მოუსწრებდა ისე ადამიანი რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც ცდილობდნენ დახმარებას მაგრამ დახმარების მაგალითად პირიქით უფრო ცუდ შედეგამდე მიიყვანდნენ ამ შემთხვევას და მქონდა კიდევ ესეთის ვიყავი სავაჭრო ცენტრში და ერთ-ერთი ესეთი ორსული ქალბატონი გახდა ცუდად და ერთ-ერთი ადამიანი ისიც როგორც მე უბრალოდ იქ ვიყავი და ის ცდილობდა მის დახმარებას მეტი არავინ და ძალიან დიდხანს დავყავით ამ ადამიანთან მადლობა ღმერთს ახლა კარგად არის მაგრამ აი ამის თქმა მინდა რომ აი ამ დიდ თავშეყრის ადგილებში არავინ არ არის მე კი არ უნდა მივსულიყავი იქ იმ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უნდა გამოსულიყვნენ და ისინი უნდა დახმარებოდნენ ადამიანებს და სწორად როდესაც გეცოდინება მაშინ უფრო ესეთი დარწმუნებული ხარ შენს ქმედებებში და ვინმე სხვაც რომ აკეთებს შენ შეეხიდები ხო აი ქალბატონი ირინა არის არ ვიცი ზე პროფესიონალი ადამიანი ძალიან კარგი ექიმი და ადამიანი ისედაც ეთყობა ხო ჩემ ფონდში შეხვეცი აქ ვინც არის ყველა ძალიან კარგი ადამიანები არიან მას თავის პროფესიულ ცხოვრებაში იმდენი რამე გაუკეთებია და იმდენი სიცოცხლე და გადაურჩენია ერთ-ერთი ჩემი ახლობლის შვილი იყო რომელსაც ძაღლმა ჰასკი მოუკბინა ესე არტერია გადაუჭრა და სწორედ ირინა იყო პირველი ექიმი ვინც ეს ბავშვი მიიღო მაგრამ აი ჩვენ ძალიან რთული რამ გადაუჭრა ორივე დაზიანებული განო სამედიცინო კუთხით ირინა უფრო კარგად ახსნის ახლა ამ ისტორიას მაგრამ მე რა მინდა ვთქვა რატოა მნიშვნელოვანია ეს ტრენინგები ადამიანებისთვის პირველი და ყველაზე მთავარი იმ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას ღმერთმა ჯამთელად გვიმყოფოს საოცარი ბიჭი ყავს მის ცხოვრებაში იყო ის ადამიანი რომელმაც შეძლო და გააჩერა ეს დენა და მიიყვანა კლინიკამდე ბავშვი აი ეს ადამიანი იყო რომელსაც ეს რო არ ქონოდა ვერ გამოიყენება დაგვიფაროს მაშინ ხო აი ის იყო პირველი ადამიანი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აი ეს იჩვეულებრივად თავის სამსახურში იყო უბრალოდ ამას შეესწრო გაიგო რომ ძაღლმა უკბინა ატყდა კივილი და შევარდა ამ ეზოში და ეს ქმედება გააჩერა რა ვიცი მარტივად ხო აი ირინა უფრო კარგად ახსნის ახლა კი ბატონო სანამ ამ ისტორიაზე გადავალ კიდე ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო რომ ამ ტრენინგებზე ჩვენ არა მხოლოდ სწორ ქმედებებს ვასწავლით არამედ ვეუბნებით რა არ არის სწორი რომ არასწორმა ქმედებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს და აბსოლუტურად შედეგზე არ არის გათვლილი იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი მითები არსებობს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის მართვასთან მიმართებაში, ნუ რაღაც ბებიების გადმოცემული, თან დღეს ინფორმაცია ისე ვრცელდება და რა თქმა უნდა და არასწორი ინფორმაცია. კი, და აუცილებელია, რომ ეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული იყოს და რა თქმა უნდა სტატისტიკით გამყარებული.
ეს ერთი და მნიშვნელოვანი რაც მინდოდა ამასთან დაკავშირებით მე თქვა. ეხლა ამ პატარა ბიჭუნასთან დაკავშირებით კი ანუ ისტორიას ხვი ამბობ. ისტორიას ხვები, ხო, ნუ ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო და უცბად, ესე მოულოდნელად შემოგვიყვანეს 3 წლის ბავშვი, რომელიც მოიყვანა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, ანუ ეს ბავშვი არ იყო სასწრაფოთი მოყვანილი და კარგია რომ სასწრაფოს არ დაელოდნენ, ალბათ არც იყო იქ სიტუაცია სასწრაფოს გამოძახების, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ სავალალოდ დასრულებულიყო ეს ყველაფერი. ისტორია იყო ესეთი, რომ ძაღლმა კისრის მიდამოში მიაყენა ჭრილობა ამ ბავშვს და დაზიანდა საძილე არტერია, ნუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ზომის არტერია, რომელსაც სისხლი მიაქვს თავის ტვინთან და ნუ ატყდა თან ძალიან სისხლდენია ალბათ. სიცოცხლისთვის საშიში დენა ვითარდება, გამოსავალი არის ფატალური როგორც წესი, იმიტომ რომ სისხლისგან იცლება ადამიანის ორგანიზმი და სწორედ ამ ადამიანის ამ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის წყალობით, რომელმაც მოიფიქრა და იმ წუთში თითი დააჭირა ამ არტერიას და ვერ შეაჩერებდა ეს სისხლდენას, უბრალოდ მეტი სისხლის დაკარგვისგან დაიცვა ბავშვის ორგანიზმი, თან ბავშვის ორგანიზმის დაცლას რა უნდა, ხო, ძალიან ცოტა სისხლი აქვს პატარა ბავშვს, განსხვავებით მოზრდილისგან. მოკლედ ეს ბავშვი ცოცხალი შემოვიდა ჩვენამდე და ნუ ძალიან სწრაფად გაკეთდა ყველაფერი, ძალიან სწორად გათვლილი ქმედებები იყო და პირდაპირ ყოველგვარი დროის კარგვის გარეშე ბავშვი ავიყვანეთ საოპერაციოში. ანუ იმ კაც ამ დროს სულ თითი ეჭირა არტერიაზე. ნუ კაცი მერე მოვაცილეთ იქაურობას და ჩვენ ავიღეთ თქვენ თავზე უკვე ეს манипуляция და ბავშვი ავიყვანეთ საოპერაციოში, სადაც მას დახვდა უკვე ძალიან მცოდნე ქირურგი, ანგიოქირურგი, რომელმაც ძალიან კარგი და მაღალი დონის ოპერაცია ჩაატარა. მართალია თავიდან ვერ ავიცილეთ გარკვეული დაზიანებები, რომელიც მოსალოდნელი იყო ასეთი ძიმე სისხლდანაკარგის შემთხვევაში, თუმცა მას ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ამ ბავშვის შემდგომ გამოსავალზე. და ნუ ეს პატარა რაღაცა დაზიანებებიც უკვე ნაწილობრივ ალაგდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მომავალში ეს ბავშვი აბსოლუტურად სრულფასოვანი, გონებრივად აბსოლუტურად ჩამოყალიბებული იქნება და ეს კარგი, ასე ვთქვათ, შედეგი გვაქვს, კარგი გამოსავალი გვაქვს და საერთოდ სასიხარულო ამბავია ჩვენთვის, რომ ეს ბიჭუნა დღეს ეს ადამიანი ხო ძალიან საყვარელი და მადლობა ღმერთს ჩემთვის ძალიან ახლობელი ოჯახი არის უკარგესი ადამიანები და ხო ლექსებს ყვება ვიცი რამდენი წლის არის ახლა 3 ხო და ანუ საოცარი ბავშვი არის და მადლობა უფალს მაგრამ რა მინდოდა მე თქვა იცით აი ამ ისტორიით აი ეს ადამიანი რომელმაც იცოდა ხა ეს ქონდა გავლილი ეს ტრენინგი ალბათ ნუ ყოველ შემთხვევაში სწორი ქმედება რომ გააკეთა ხა კისერში ხო ვერ წაუჭერდა და რომ მოიფიქრა რომ ეს უნდა გაეკეთება და აი ჩვენ ტრენინგებზე არის ყოველთვის ამაზე საუბარი ნუ გააჩნია კიდევ ვის უტარებთ ტრენინგებს ახლა ჩვენ ჩაგვიტარებია სხვადასხვა კომპანიებისთვის და მათი საჭიროებებზე ემზადებიან ჩვენი ტრენერები აი ეს არის კომპანიას იქ იმ ტრამვას რა შეიძლება ხა როდესაც ბანკის თანამშრომლები მოდიან ეხა იქ შეიძლება უბრალოდ გულყრები და გული გააჩეროს ადამიანმა ახლა როდესაც პარაპლანერები რო გადავამზადეთ იქ ტრამვები არის ტრამვებს ხემალი ფეხი მოტეხილობები და ასე შემდეგ რა თქმა უნდა და ის სწორად აღნიშნა ქაბატონმა ირინემ რომ არასწორი ქმედება არ უნდა გააკეთო თუ უნდა გააჩერო და სწორედ ეს იყო და ნუ ესე ამბობს ხოლმე ჩვენი პარტნიორი არის ამ მიმართულებით ასოციაცია, საექნო ასოციაცია ნუმანე და თამარის ყოველთვის ეს მისი წინადადება ისე კარგად მაქვს ყურში, რომ როდესაც გულგაჩერებული ადამიანი და ეხა ჩვენ რასაც ირინა ეხა ძალიან მოკლედ გეტყვის
შორის როგორ უნდა მუშაო გაჩერებულიყო და სულ ამბობს რომ აი იქ სწორედ იქ არის საჭირო რომ უნდა გააკეთო რამე იმიტომ ის უკვე მკვდარია ის ადამიანი გული გაჩერებული აქვს და იმის იქით უფრო ვერ დაუზიანებ ვეღარ გააფუჭებ მაგრამ აი მე რატო ვიძახი რომ ჩვენი კვალიფიციური ტრენერები რატოა მნიშვნელოვანი მარტო იმაზე კი არ საუბრობენ რომ გული არის გაჩერებული და არაფერი არ მოვა უკვე ეს უნდა გააკეთო აი მე რასაც შევესწარი და ძალიან ბევრია ესეთი რამე ან ის ადამიანი რომელმაც ის ბავშვი გადაარჩინა ამაზე საუბრობენ და ხა თუ არა ხარ ექივი და თან კიდევ პრაქტიკოსი და ესეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ამას ვერ ასწავლე ამიტომ ხა კი ძალიან ჩვენი რეკლამა გამოგდის ჩვენი ტრენინგ ცენტრის მაგრამ მართლა ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს ხო და ვინც ახლა გვიყურებს ორგანიზაცია იქნება თუ ფიზიკური პირი თქვენ გეძლებათ უნიკალური საშუალება რომ მიიღოთ ეს არაჩვეულებრივი ცოდნა პროფესიონალებისგან ეს სივრცე არის ადაპტირებული მარტო ერთი მულიაჟით არ შემოიფარგლება აქაური ტერიტორია აქ არის კიდევ ბევრი რამე ანუ ეხლა ეს კაცი აქ იმისთვის წევს რომ გულის მუშაობა შევძლოთ გულის დაბრუნება უკან თქვათ გულის მუშაობის დაბრუნებას ჩვენ ვერ მოვახერხებთ მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ სისხლის მიმოქცევა გულის გაჩერების დროს ჩვენი ქმედებით იქამდე სანამ პროფესიონალთა გუნდი ჩაერთვება და უკვე გაარკვევს მიზეზებს რატომ გაჩერდა გული. გულს ვერ ავამუშავეთ, მაგრამ სისხლის მიმოქცევას, ცირკულაციას ჩვენ ზეწოლით ალბათ სწორად ხდება რაც მოხდა. შევინარჩუნებთ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, სანამ ვაჩვენებ ამ ყველაფერს, ყველა ადამიანმა განსაკუთრებით არასამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა უნდა იცოდეს როგორ ამოიცნოს გულის გაჩერება. იმიტომ რომ აი ბევრი ისტორიებია მათ შორის სოციალურ ქსელებში რომ ირეკება სასწრაფოში და ნუ იქ არის ხოლმე გრძელი ისტორიების მოყოლა რომ ადამიანი ცუდად არის არა პირდაპირ უნდა გაისმას ლოზუნგი გულის გაჩერება იმიტომ რომ სასწრაფოს აქვს ეს ეგრეთ წოდებული წითელი დროშების სიგნალები. როდესაც სასწრაფო იგებს, სასწრაფოს დისპეჩერი იგებს, რომ გულის გაჩერება, ის პირველივე ბრიგადას, რომელიც თავისუფალია, აღჭურვილს უშვებს ადგილზე, იქ სხვა პრიორიტეტი არ არსებობს, ეს გვაგებინებს დროს, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკვე ის აღჭურვილობა იქნას მიტანილი შემთხვევის ადგილზე, რომელიც აუცილებელია გულის გაჩერების დროს მედიკამენტები, სპეციალისტები და აღჭურვილობა. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი რეკავს სასწრაფოში და ამბობს რომ ცუდად არის, ცუდად ბევრ რაღაცას ნიშნავს, ცუდად ყოფნა. ეს შეიძლება იყოს არ ვიცი, მუცლის ტკივილიც და შეიძლება იყოს თავის ტკივილიც, ხო? ნუ გასაგებია რომ ადამიანი ცუდად არის და ამიტომ ჭირდება სასწრაფო, მაგრამ თუ ჩვენ გვეცოდინება როგორ ამოვიცნოთ გულის გაჩერება, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს დროს. ძალიან მარტივია. კიდე პირველი დახმარება მას შემდეგ. კი ბატონო, სამი კარდინალური ნიშანია. ეს არის უგონოა, პულსი არ აქვს საძილე არტერიაზე და არ აუცილებლად საძილე არტერიაზე. აქ აღარსინჯავთ. არა. როგორ ახარ? ვურტყავთ და ხმამაღლა ვეუბნებით, ვიძახებთ სასწრაფოს თუ ვიცით რომ უგონო მდგომარეობაშია, შემდეგ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ არანაკლებ 5 წამის და არაუმეტეს 10 წამის განმავლობაში საძილე არტერიაზე პულსი გრძნობთ თუ არა, აი ამ დონეზე, თუ გული გაჩერებულია, პულსი არ არის. იქ არ იქნება პულსაცია. ამას ჩვენი თითებით ვერ გრძნობთ. და უნდა ვუყუროთ გულმკერდი მოძრაობს თუ არა. ვსო, ეს არის სამი ნიშანი. აი თუ ეს სამი ნიშანი არა გვაქვს, ეს ნიშნავს გულის გაჩერებას, ეს ნიშნავს რომ ლოზუნგი უნდა გაისმას. გულის გაჩერება დამთავრებულია. და რა თქმა უნდა არ ველოდებით უკვე სასწრაფოს მოსვლას, ჩვენ ვიწყებთ მასას საკმაოდ ძლიერი, ხო, ნუ ამ დროს კარგია თუ გულმკერდი გაშიშვლებული გვექნება, თუ ამის შესაძლებლობა არის, რომ დავინახოთ დვრილებს შორის შემაერთებელი ხაზი. ანუ ეს არის აუცილებელი. კი ბატონო, ეს არის ძლიერი და ესეთი მძლავრი ძვალი, რომელსაც ადვილად ვერ დავაზიანებთ.
და ასეთი ხელების გადაჭდობით, გამართული ხელებით უნდა გავაკეთოთ ზეწოლები პერპენდიკულარულად ზემოდან ქვემოთ. ამით ჩვენ სისხლის მიმოქცევას არ ვაჩერებთ, ხო? ამის საშუალებით გული, რომელიც უკვე გაჩერების გამო სისხლს ვეღარ ტუმბავს, ჩვენ ვატუმბინებთ გულს სისხლს და ეს სისხლი მიდის, რაც მნიშვნელოვანი ორგანოებია თავის ტვინთან, თითონ გულთან და ფილტვთან. და ამით ჩვენ მართლა შანსს ვაძლევთ ადამიანს, რომ დიახ, ჩვენ გამოვიდეს ვიგებთ მდგომარეობიდან, დროს, ჩვენ ვიგებთ დროს და შანსს ვაძლევთ. აი, სწორი თქვა დედა თინათინმა, რომ ეს ადამიანი, რომელსაც გულის გაჩერება აქ უკვე სიკვდილი დამდგარია. ხო, აი ეს მინდოდა მეკითხა. ჩვენი ქმედებით ამაზე უარეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვაძლევთ შანსს. ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ ჩანს, ვიგებთ დროს, ვიდრე მოვა სასტრაფო. დიახ. არის შანსი, რომ რამე დაუზიანოთ, თქვათ, უკვე ისედაც გარდაცვლილ ადამიანს ჩვენი არასწორი ზეწოლით. თუ სწორი ზეწოლები იქნება, დაზიანების შანსი მინიმალურია. თუნდაც დაუშვათ დაზიანდეს ნეკნი. ამაზე მეტად ჩვენ ვერაფერს ვერ დავაზიანებთ. ნეკნი შეხოცდება, მთავარია გული ხო. ამუშავოს. თუ ჩვენ შევძელით ის, რომ გულმა შეძლოთ დამოუკიდებლად სისხლის გადატუმბვა, რა თქმა უნდა, ამ ადამიანს გადარჩენის და კარგი გადარჩენის შანსი ეზრდება. კარგ გადარჩენაში იგულისხმება არა მხოლოდ ის, რომ გულის მუშაობა აღდგა, არამედ ის, რომ ტვინი გადარჩა, ანუ სრულფასოვნება ამ ადამიანის გადარჩა. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიური მზაობაც ხო არის საჭირო, რომ ამ ყველაფერს მოერიო ემოციურად, იმიტომ რომ მე როდესაც არა მაქვს პრაქტიკაში, მარტო მულაჟზე ვარ ნამუშევარი, და უცებ ცოცხალი ადამიანის გული ჩერდება. ცოცხალი არ არის. აღარ არის ცოცხალი უკვე. ანუ კი, რა თქმა უნდა, ეხა სად თოჯინაზე რო აკეთებ ამ ყველაფერს და სად რეალურად, ხო. სცენარი და რეალური შემთხვევა. რა თქმა უნდა, სტრესის დონე მაღალია, მაგრამ ჩვენ აი ეს უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენ ვაძლევთ შანსს, ჩვენ არაფერს არ ვკარგავთ და ну, რთულია ხა ადამიანს უთხრა, რომ იცი რა, დამშვიდდი და გააკეთე, ხა ეს სათქმელად არის ადვილი. რეალურ შემთხვევაში ეს ესე მარტივი არ არის, მაგრამ აი ამის გაცნობიერება, რომ შანსი მატულობს და შენ შეიძლება გახდე ამ ადამიანისთვის რა ვიცი, გმირიც, ყველაფერი. ალბათ გადაწონის იმ შიშს, იმ სტრესს, მე ასე მგონია. გადაწონის კი, შენ თვითონაც ძალიან კმაყოფილი იქნები ალბათ. რა თქმა უნდა, შენ თავი და შენ საქციელით ჩაგერთვება უცებ გონებაში რაღაცები. აი ხა მე ის შემთხვევა რო ვთქვი, რომ ფეხმძიმე ქალბატონი იყო, უკვე დაიბადებოდა, ღმერთმა კარგად ამყოფოს. მაშინ ერთადერთი რისი შემეშინდა, რომ ფეხმძიმესთან როგორ უნდა მოქცეულიყავი და მე რომ მოვყევი, ხო, იმიტომ რომ უცებ ისეთი მობილიზაცია მოვახდინე, ну, ის უბრალოდ ცუდად იყო, ჯერ რაღაც ისეთი პირველადი დახმარება გაუწიეთ, წამოვაწვენეთ, ну, ისიც ამათი ტრენინგებიდან რა იყო ამისათვის საჭირო და თან ვფიქრობდი, ღმერთმა დაიფაროს, ეხა რომ შემდგომ დამჭირდეს აი ამის გაკეთება. ნიტა როგორ, ну, მაშინაც ვიფიქრე, დაურეკავ და ვიკითხავ, ეხლა ფეხმძიმეა და როგორ უნდა გავაკეთო და იმის შემდეგ ჩვენც ესე დაამატეს ჩვენს ტრენინგებში ფეხმძიმესთან ურთიერთობა. ორსულ ადამიანს როგორ უნდა დაეხმარო, იმიტომ რომ ის გამოცდილება მეც არ მქონდა, არც კი მქონდა მოსმენილი და ისეთი მადლიერი ვარ, მაშინათვე მყისიერად დაამატეს. ანუ როგორც კი ეს ამბავი მოვყევი, ამათ ეს გაჩნდა აუცილებლობა და შეიტანეს. აუცილებლობა, იმიტომ მე ამას შევესწარი და აი იმის თქმა მინდა რომ ჯერ ეს არასდროს დამჭირვებია, მხოლოდ ეს რაც არასწორი არ ვაკეთებიებდი და გაჩერებული გული არცად არ შემხვედრია, ღმერთმა დამიფაროს, ხო, მაგრამ
თუ ეს მოხვდება, აუცილებლად შევეცდები, რომ იმ ადამიანს შანსი მივცე. ნუ სასწრაფოს გამოვიძახებ და აი სასწრაფოს სწორად გამოძახებაც ამათი ტრენინგების შემდგომ მივხვდი და გავიგებ. რომ უნდა განვაცხადო იმ წუთასვე რომ გული გაჩერდა. დიახ, ახლა თუ სიცხე აქვს, მაშინ არ მოვა შენთან. აი მე არასწორად რო ვიძახებდი ჩემთან ბავშვებთან, სულ ბრაზდებოდი. აი სად არის ამდენ ხანს და როდესაც ამიხსნეს, ხო, იქ გადალაგება მიდის პრიორიტეტი. მე მქონდა შემთხვევა ფონდში ბავშვი და ვთქვი, რომ გონებაზე ვერ მომყავს, თავის ტვინის სიმსივნე აქვს, ბავშვი არის აბსოლუტურად კონტაქტზე ვერ გამომყავს, გული კი მუშაობს, მაგრამ არა კონტაქტური არის და თავის ტვინის სიმსივნე. ისე სწრაფად მოვიდა, როგორც კი ვთქვი, რომ ბავშვი არა კონტაქტური. ანუ რაღაც ინფორმაციას აწვდი, ისინიც გარკვეულწილად რაღაცა რამდენი გამოძახება შედის ერთი და იგივე დროს. ვიცი. ისე რაღაც დაგიმავალთ 112-ში ვიმუშავე ერთი მთელი დღე სიუჟეტს ვაკეთებდით და მივხვდი როგორი რთულია ზარის მიღება, როგორი რთულია გაგება რა უნდა პაციენტს. შემდეგ თქვენ რომ მიცოდეთ, ოპერატორი რო პასუხობთ პარალელურად წერს ყველა იმ მონაცემს, რასაც თქვენ ეუბნები და კიდე პლუს პარალელურად ის ეძებს გზებს ჩქარა როგორ დაგე. ამიტომ რაც უფრო სწორად იქნება მომზადებული ადამიანი, ვინც ყურმილის იქით არის, უფრო მალე მოხდება დახმარება. და კიდევ ერთი რამ, თამარ დაოსი ჩვენ ვახსენეთ დღეს საერთო სკოლაში ჩავაბარეთ, ძალიან მინდოდა ექცნობა, რაღაცნაირად მიზიდავს მედიცინა და მინდა რომ დავეხმარო ადამიანებს. და რაღაცა манипуляციები გავაკეთე სწორად, მაგრამ ცუდი ნიშანი მივიღე და რატომ? იმიტომ რომ ემოციური ბმა არ დავამყარე სწორად პაციენტთან. ერთია რომ მე ტექნიკურად ვიცი როგორ დავეხმარო და მეორე როგორც ადამიანმა სწორი რაღაცა დამოკიდებულება უნდა გამოვიჩინო მის მიმართ. ამასაც ასწავლით ხო ალბათ? დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ბევრი წლომა გვაქვს დასავლურ მედიცინასთან, ლიტერატურასთან, კომუნიკაცია პაციენტთან ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პაციენტმა, რომელმაც არ იცის, რას უკეთებ, მარტო ის რომ უკეთებ სიკეთისთვის და უკეთებ იმისთვის, რომ გამოჯამრთელდეს, თურმე არ ყოფილა საკმარისი. აი მე ასე მასწავლიდნენ მაგალითად სამედიცინო უნივერსიტეტში. მაშინ ეხლა არ არის ეს პრიორიტეტი ვითომ? არა, რას ვამბობ, რომ მაშინ ასე მასწავლიდნენ, რომ შენ თავარია გაუკეთე. დღეს დღევანდელ სტუდენტებს ჩვენ მათ შორის მეც ვასწავლი არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტში, უცხოელებსაც და ქართველებსაც, კომუნიკაციაზე არის ძალიან დიდი აქცენტი გაკეთებული. შენ უნდა აუხსნა, რას უკეთებ. პაციენტს აქვს უფლება იცოდეს. შენ უნდა გააკეთოს სწორი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა ემპათია უნდა იყოს. და ყველა ნაბიჯი მისთვის უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ განსაკუთრებით რაღაცა მტკივნეული манипуляციები, განსაკუთრებით და ნებისმიერი манипуляცია შიშის მომგვრელია ადამიანისთვის. მას სტრესი აქვს, მას და თავისი მდგომარეობა აწუხებს და ადარდებს და შენ რაღაცებს უკეთებ, ისე რომ საერთოდ არ ეუბნები და თვლი რომ არ ხარ ვალდებული. არა, ვალდებული ხარ. ვალდებული. სწორად ამიწერეს დაბალი ნიშანი, იმიტომ რომ ჩქარა ნახველისგან თავისუფლებდი, სატურაცია ქონდა დაბალი და პანიკაში ვიყავი. კი, ყველაფერი ვქენი, მაგრამ ადამიანად არ ჩავთვალე, ჩემ თავს მივეცი უფლება, რომ ბოლომდე ის მეკეთებინა, რაც თითქოს ვიცი. შეიძლება თქვენი პაციენტი იმ დროს უგონო იყო? არ იყო უგონო, არ იყო, მულაჟი იყო ისიც ცხადია, მაგრამ არ იყო უგონო. მე ჩემ გზაზე მივდიოდი, მატარებელი იყო გაჩერებული და ნუკარები არ დაიკეტა და ამან მიიქცია ყურადღება. ჩემი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით უნდა წასულიყო მატარებელი, მაგრამ მიიქცია ყურადღება, რაღაცა ჩოჩქოლი იყო იქა და შევიხედე და დავინახე უგონო ადამიანი, რომელსაც რაც ხდება ძირითადად ამ დროს, ზოგი სახეში ურტყავდა, ზოგი წყალს ასხავდა და მე მივხვდი ამოვიცანი, რომ აქ გულის გაჩერება იყო, სასწრაფოც კი არ იყო გამოძახებული. ჩოჩქოლი, ქოთქოთი, ყვირილი, მაგრამ არაფერი საქმესთან ახლოს რომ ადამიანს კოეფიციენტი 0.
და ნუ მაშინ გამოვიძახეთ სასწრაფო დავავალე მე არ დამიკარგია ამაზე დრო დავავალე რომ დაერეკათ სასწრაფოში და ეთქვათ რომ გულის გაჩერება იმიტომ რომ ეს სასწრაფო მოვიდა უკვე დეფიბრილატორით წამლების ნაკრებით და ყველაფრით და ჩვენ დავიწყეთ იქ მე და სასწრაფოს ექიმები უკვე რაღაც კოორდინირებულად მუშაობდით. უნდა ჩამოვყალიბდით უცებ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით, მაგრამ რაღაც აი ესეთი უხმო კომუნიკაცია მოხდა ჩვენს შორის, იმიტომ რომ ისინიც ნავარჯიშები არიან და მეც ნავარჯიშები ვარ და ეხა რატომ ვამბობ ამ ამბავს? არა იმიტომ რომ მე და ის გუნდი. იქ იყვნენ ბიჭები რომლებიც გვეხმარებოდნენ სრულიად უცნობი ადამიანები და გვეხმარებოდნენ მასაჟის გაკეთებაში, იმიტომ რომ 2 წუთში ისე იღლები, ხო, რთულია. რომ აღარაფრის თავი აღარ გაქვს და უნდა გახვიდე განზე, მოიკრიბო ძალები და უნდა ჩაგანაცვლოს, ხო, ვიღაცამ უნდა ჩაგანაცვლოს და ეს ბიჭები გვანაცვლებდნენ. ისე კარგად აკეთებდნენ ამ რეანიმაციას. ანუ სადღაც ეს ბავშვები გაწვრთნილები იყვნენ. უბრალოდ ვეღარ მოვასწარი რომ მეკითხა რომ ბიჭებო თქვენ ეს იცოდით? იმიტომ რომ მათი მზაობა ძალიან მაღალი იყო, სულ გვეუბნებოდნენ რომ აი რაც გინდათ ყველაფერში გამოგვიყენეთ, გამოვიქცევით, რაღაცას გავაკეთებთ. ისეთი მაღალი დონის რეანიმაციას აკეთებდნენ რომ ნამდვილად სადღაც დავარჯიშები და ეს კუნთოვანი მეხსიერება დედათინათინმა ახსენა რაც უფრო ხშირად გაივლი ამ ტრენინგს, მით უფრო მეტი კუნთოვანი მეხსიერება. შენ ხელს გააზრების გარეშე დაიწყებ მექანიკურად ხდება. ამიტომ არის რომ დასავლეთის ქვეყნებში 2 წელიწადში ერთხელ არის ამ ხალხის გადამზადება. ერთი პერიოდი მახსოვს ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ბევრი წელი გავიდა იმის შემდეგ სკოლის მოსწავლეს გადასცდა უცხო სხეული, იმისი კალმისტრის თავსახური და სამწუხაროდ ფატალურად დასრულდა. ვერავინ ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა და მახსოვს რომ დიდი კამპანია მოყვა ამას მთელი თბილისის მასშტაბით, გადავამზადეთ, მეც ვღებულობდი მონაწილეობას როგორც ტრენერი მანდატურების გადამზადებაში. მაგრამ ერთ ცალკეულ გადამზადებას აბსოლუტურად აზრი არ აქვს, თუ ეს მუდმივი ხასიათის არ არის და რაც მთავარია, თუ არ რეალურად თუ არ გააცნობიერა ამ ადამიანმა, რომ ასეთი დამდგარი შემთხვევის დროს მას მართლა გადამრჩენელის როლი ეკისრება. და ეს სწავლება სწავლებისთვის არ უნდა იყოს, სწავლება საქმისთვის, სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამაზე მეტი რა უნდა იყოს, აი ყველაზე განსაკუთრებული შანსი, ხო, აი ელემენტარული ჰეიბლიკის მანევრით რომ ნახერები იცის რა მაგარია. არა, დედათინათინი ხო, მაგაშია ქუთესანი კურსდამთავრებული. კი, თან მიყვარს მედიცინა და აი ძალიან ვცდილობ და ყველაზე განსაკუთრებული, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული პროექტი არის, რაც კი გაგვიკეთებია, ეს ტრენინგ ცენტრი, იმიტომ რომ მხოლოდ თანხების მოძიებას ხო ვცდილობთ, რომ ესე არ იყოს ფონდის, ბევრ რამეს ვშრომობთ, რომ ეს თანხებიც აუცილებელია არის ის 131 კამპანია, აი ჩვენი мотиваცია არის რომ მხოლოდ თვეში ერთხელ ვითხოვოთ ეს თანხა, მხოლოდ 13 რიცხვში და დანარჩენი ჩვენი შრომით და ყველაზე განსაკუთრებული არის ეს ჩვენი ასოციაცია ნუმანესთან ერთად ეს ჩვენი კოლაბორაცია და ეს ტრენინგ ცენტრი, სადაც ისეთ რამებს ვასწავლით და მართლა მაღალ დონეზე და ყველაზე მთავარი არის ის რომ ეს უდიდესი სოციალური პროექტია. ერთი რომ კომპანიას ისედაც ევალდებულება და ჩვენ თუ დაგვიკვეთავენ, ის თანხა ბავშვებთან რჩება და თან მიიღებთ იმ ცოდნას, რაც მართლა მნიშვნელოვანი და აი თავში პირდაპირ უდებენ. ძალიან დიდი ბოდიში ხა ამ გამოთქმისთვის. აი პირდაპირ აი ესე აი ვერ წარმომიდგენია ყოველთვის მადლობას მეუბნებიან და ჩვენი კურსდამთავრებული რომ მიდის, აი ზუსტად ყველა მეუბნება რომ აი არ არსებობს აი ესეთი ტრენინგი ჩვენ არ გაგვივლია არსად არასდროს
აი მართლა შემიძლია ვთქვა, რომ მე მჯერა, მივმართოთ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ დაგეგმილი აქვს, ან არ აქვს დაგეგმილი, რომ ეს ყველაფერი ისწავლოს, არაჩვეულებრივი ტრენინგ ცენტრი, არაჩვეულებრივი ტრენერებით და მულაჟებით გელოდებათ სულ. ის თანხა, რომელიც თქვენგან აქ შემოვა, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მოხوارდება იმ არაჩვეულებრივ ბავშვებს, რომელიც იმაზე რთულ გზას გადიან, ვიდრე თქვენ ოდესმე წარმოგიდგენიათ. ასე რომ დაგეგმეთ, ისწავლეთ და გადაარჩინეთ თუნდაც ერთის სიცოცხლე. მოიწონეთ ეს გადაცემა, გადააზიარეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ბედნიერი სახლის შესახებ. ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. ყოველ 4 შაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.